მოგესალმებით, მოამბი 10 საათზე პირდაპირ ეთერშია. ახალ ამბებს ნინო ვარდუსანიძე გაგაცნობთ. გრძელდება გამოძიება ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებში დღეს გენერალურ პროკურატურაში საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი გამოიკითხება. შესწავლის საგანია 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება და საგუშაგოს მშენებლობა. გიორგი გახარიას გადაწყვეტილება საგუშაგოს აშენებაზე მართველი გუნდი პროვოკაციულ მოცემულობაში გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს და ამბობს, რომ ქვეყნისათვის შესაძლო საფრთხის შექმნის გამო ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა პასუხი უნდა ააგოს. გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები კი გამოძიების დაწყებას პირადი შურისძიების მორიგ მცდელობას უწოდებენ და ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. მოვა დრო და ეს დრო არ არის ძალიან შორს, როდესაც ამ ცრუ მოწმეებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიცემული ცრუ ჩვენებისთვის პასუხს დამოუკიდებელი სასამართლო მოთხოვს, რომელიც რა თქმა უნდა იქნება ამ ქვეყანაში. ჩორჩანას ეპიზოდი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოცნება არის რეჟიმი, რომელიც პერსონალური პოლიტიკური შურისძიების გამო მზად არის პირდაპირ ივაჭროს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით და ილაპარაკოს ფაქტობრივად დე-ფაქტო რეჟიმის ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ენით. საკითხის წამოწევა ზოგადად გახარიას დაშინებას და ქვეყნიდან გაქცევას რომ ემსახურება ფაქტია და შედეგადაც ეს მივიღეთ. თუმცა რაზეც გახარია იყო პასუხისმგებელი, ჩემი აზრით ქართული ოცნება პასუხისმგებელია ასევე, იმიტომ რომ ერთი მაგდროს მათი პრემიერი იყო, ყველაფერს თავი დავანებოთ ერთი. და მეორე მის მერე რამდენი ხანი იცოდნენ ამის შესახებ და სამართალდამცავებს არ შეატყობინეს ქოცებმა. ხო და ახლა ქალბატონ თეას კომისიამ რომ ჭყალებში აღმოაჩინა ეს დარღვევა, მანამდეც შეიძლებოდა ამის აღმოჩენა და გასამართლება თუ აქ რამე იყო გასამართლებელი. საინტერესო პროცესი მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ იმ პროცესშიც პირადად მეც ვიყავი ხელისუფლებაში, ჩემთვისაც კი უცნობი იყო, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის გადაწყვეტილება გიორგი გახარია მიიღო ყველასგან დამოუკიდებლად და მათ შორის ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ქონდა არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, არც როგორც აღმოჩნდა თავდაცვის მინისტრს და არც ერთ იმ საკვანძო უწყებას, რომელსაც აუცილებლად უნდა ქონოდა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ევროკავშირის მისიასაც, რომელთან თანამშრომლობითაც ყოველთვის ვამაყობთ და ვიწონებთ თავს, სამწუხაროდ გიორგი გახარიამ თავისი თვითნებური თუ მიზანმიმართული გადაწყვეტილებით მიიღო და მივიღეთ შედეგად, რომ საქართველოს ტერიტორიების 1 მილიონ კვადრატულ მეტრამდე არის დაკარგული. ისევ შეფასებების თემა ამერიკაში უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ნაციონალურ მოძრაობას ლობისტური კომპანია ყავს დაქირავებული და მას 360,000 ამერიკული დოლარი გადაუხადა. თანხის სანაცვლოდ კომპანიას რამდენიმე ვალდებულება აქვს, მათ შორის ხელახალი არჩევნების მიღწევაში დახმარების გაწევა. დოკუმენტებით გინდება, რომ ნელსონ მალინსის კომპანიიდან თანხა საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამორჩეულ რესპუბლიკელ კონგრესმენს ჯო უილსონსაც აქვს მიღებული. საკითხს აფასებენ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში. ჩვენ ყოველთვის გქონდა ისევ როგორც სხვადასხვა ქართულ ოცნებას ურთიერთობა ლობისტურ კომპანიასთან და ასევე გვექნება მომავალში. ჩვენი მიზანი სინამდვილეში არის ის, რომ ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნის გზავნილი მივაწოდოთ ამერიკელ პოლიტიკოსებს და მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციას. მაგალითად იმის შესახებ, რომ ჩვენთან საქართველოში იბრძვიან არა ჩინური, რუსული ან ირანული გავლენებისათვის, არამედ მშვიდობისათვის, გრძელვადიანი მშვიდობისათვის, რომელსაც უზრუნველყოფს ევროკავშირი, ასევე თავისუფლებისათვის, ხელახალი საპარლამენტო არჩევნებისათვის და დემოკრატიისათვის. სწორედ იმ კანონის საფუძველზე, რომელსაც საქართველოში რუსულ კანონს ეძახდნენ და სწორედ იმ ღირებულებების და იმ პრინციპების საფუძველზე, რომელსაც ასევე რუსულად ნათქვამდნენ, ჩვენ ვიხილეთ ქართულმა საზოგადოებამ, რომ ჯო უილსონი და მისნაირი სხვა პოლიტიკოსები, რომლებიც მხოლოდ რაღაც მერკანტილურ ინტერესებზე არიან ორიენტირებული და ფინანსებას იღებდნენ სხვა ქართული ძალების მხრიდან, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რათა მათ მოეხდინათ ქართული ხელისუფლების დისკრედიტაცია და ასევე დესტრუქციული ოპოზიციის ინტერესების ლობირება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველაფერი ნათელია, ისინი იღებენ გარკვეულ საზღაურს ამისთვის.
ოპოზიცია ისევ მოუწოდებს ხელისუფლებას შეასრულოს ბრიუსელის მოთხოვნები და გადადგას რეალური ნაბიჯები იმისათვის, რომ ვიზა ლიბერალიზაციას საფრთხე არ დაემუქროს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ბრიუსელიდან წამოსული მოთხოვნები მხოლოდ მუქარა და დასჯის მცდელობაა. გავრცელებული განცხადების მიხედვით 8 რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებას დრო 31 აგვისტომდე აქვს. მოთხოვნებს შორის არის კონკრეტული კანონების გაუქმება, რასაც ხელისუფლება არ აპირებს. ქართულმა ოცნებამ რამდენიმე დღის წინ პოლიტსაბჭოს ვრცელი განცხადებით უპასუხა და ასევე აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე ზეწოლა ისევ გრძელდება. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ მოექცევა სრულ იზოლაციაში, ანუ ჩვენი ხალხი ფაქტობრივად გაიწერება გრძელვადიანი გაჭირვებისათვის და სიღარიბისათვის, ამაზე რა თქმა უნდა პასუხისმგებელი იქნება არა ევროკავშირი, არამედ არალეგიტიმური ქართული ოცნება. რადგან სწორედ არალეგიტიმურ ქართულ ოცნებაზე არის დამოკიდებული ის, გვექნება თუ არა ჩვენს ხალხს ექნება თუ არა უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, ესე იგი შეასრულებს თუ არა არალეგიტიმური ქართული ოცნება იმ მოთხოვნებს, რომელიც უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხალხისაგან მომდინარეობს. ვფიქრობ, დასავლელი და ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან საკმაოდ ბევრი ზეწოლის იარაღი იქნა გამოყენებული ქართულ ხალხზე, იმისთვის რომ მათ საკუთარი აგენტურა მოეყვანათ ხელისუფლებაში. გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთმა ტაქტიკამ არ გაამართლა, ახლა ისინი უშუალოდ იმ სიკეთის ჩამორთმევით ემუქრებიან ქართულ ხალხს, რომელიც არის ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც ჩვენ სამართლიანად მოვიპოვეთ და მას შემდეგ ვინარჩუნებს სწორედ იმ პრინციპების და შეთანხმების იმ პუნქტების დაცვით, რომლის შესაბამისადაც მოგვცეს ვიზა ლიბერალიზაცია. ამ შემთხვევაში ვიზა ლიბერალიზაციით შანტაჟი და მუქარა, რა თქმა უნდა, ემსახურება ქართველი ხალხის დაშინებას წინა საარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხის წინ წამოწევით ევროპიდან შეეცდებიან ჩაერიონ საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებში. ამის შესახებ ირაკლი კობახიძე მაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა თავისუფალ სივრცეში ისაუბრა და ახლად მიღებულ კანონებსაც შეეხო. განმარტა, რომ გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედებული შეზღუდვებით ქვეყანაში მეტი სიმშვიდეა, რადგან ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმისთვის და გარკვეული ჯგუფები რადიკალიზაციას ვეღარ ახერხებენ. ერთ მხარეს დგას ვიზის რიგში დგომა და მეორე მხარეს დგას სიმშვიდე, სტაბილურობა, ქვეყნის განვითარება, სამართლის უზენაესობა. როდესაც ასეთი მარტივი დილემის წინაშე დგას საზოგადოება, მე მგონი არჩევანის გაკეთება არის მარტივი. ასეც და ისეც მე მაქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში ევროპული ბიუროკრატია მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას, პრაგმატული კუთხითაც მათთვის არ არის არანაირად მომგებიანი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. მარტივი მიზეზის გამო, თუ ვინმეს უნდა რომ ამით რაღაცნაირად მეხუთე ცადოს რევოლუციის მოწყობა, არავითარი სარგებელი არ შეიძლება ამით მიიღონ ამ ადამიანებმა, ვერავითარი მეხუთე მცდელობა ვერ იქნება. საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ სთავაზობს ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან, რომ ისარგებლონ შეწყალების უფლებით. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ღამის კურიერისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ერთადერთი გაწონასწორებული თანმიმდევრული ძლიერი პარტია ქართული ოცნებაა და სამწუხაროდ არ არსებობს მისი ალტერნატივა, ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ყველას მოვალეობაა, რომ შევქმნათ შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ ჩატარდეს სრულყოფილი არჩევნები. და ის ძალები, რომლებიც საზოგადოებამ იცის, რომ გამოთქვეს სურვილი და აპირებენ, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, და იქიდან გამომდინარე, რომ მათი პოლიტიკური ლიდერები არიან ამ ეტაპისთვის გისოსებს ვიღმა საკმაოდ ყველამ ვიცით, რომ ეს არის სამართლიანად განხორციელებული შესაბამისი კანონმდებლობით, მათ დაარღვიეს კანონი. ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველ საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ ისინი ღირსნი არიან, რომ გაიმარჯვონ არჩევნებში, რომ მათ არ ქონდეთ შეფერხება საარჩევნო პროცესში. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან. განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებები, ასევე ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ვაჭრობის, ტრანსპორტის და ლოჯისტიკის, ინოვაციების და ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, ავიაციის და ტურიზმის, ასევე სოფლის მეურნეობის საკითხები. მარიამ ქრივიშვილი მთავრობის სხვა წევრებსაც შეხვდა, აღინიშნა, რომ უზბეკეთი დაინტერესებულია გაზარდოს ინვესტიციების საქართველოს ეკონომიკაში. ასევე აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა, რომ განავითარონ შუა სატრანსპორტო დერეფანი.
საკუთრებული აქცენტი გაკეთდა უზბეკეთიდან ინვესტიციების ზრდის კუთხით, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან იმისთვის, რომ მათ შორის გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ შუადერეფნის როლი და ამავდროულად უზრუნველყოთ ის, რომ ჩვენი ქვეყნის როგორც ტრანზიტულ ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქცია კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს იმ მნიშვნელოვანი დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით, მათ შორის როგორიც არის ანაკლიის პორტი, მათ შორის როგორიც არის მაგისტრალური გზების მშენებლობა, საერთაშორისო ახალი აეროპორტი დედაქალაქში. კარგია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ ნაბიჯებს. საქართველო იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობებს, რადგან ის უფრო ახლოს არის ევროპულ ბაზრებთან. საქართველოს აქვს უბაჟო წვდომა ევროპულ ბაზრებზე, რაც ჩვენთვისაც საინტერესოა. ასევე განვიხილეთ ანაკლიის პორტის განვითარების ფარგლებში პარტნიორობის შესაძლებლობა, რაც ასევე შექმნის ზრდის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ორმხრივი პარტნიორობისთვის. სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. უკრაინამ რუსეთს დონალდ ტრამპის და რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მონაწილეობით ლიდერების დონეზე შეხვედრა აგვისტოს ბოლომდე შესთავაზა. რუსული მხარე კი ამბობს, რომ ჯერ მოლაპარაკებების დონეზე უნდა მოხდეს შეთანხმების მიღწევა, რისი ლოგიკური დასასრულიც ლიდერების შეხვედრა უნდა იყოს. უკრაინამ ასევე მზაობა გამოთქვა ცეცხლის შეწყვეტისათვის, მათ შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმებზე. მხარემ ასევე განიხილეს ტყვეების და სამოქალაქო პირების გაცვლის შემდგომი ნაბიჯები. რუსული მხარე დათანხმდა იმ ხალხის დაბრუნებას, რომლების ტყვეობაში 3 წელზე მეტია იმყოფებიან. პირველი პრიორიტეტი ლიდერებისა და პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზებაა. პრეზიდენტ ტრამპისა და ერდოღანის მონაწილეობა ძალიან ღირებული იქნება. რეალური ცეცხლის შეწყვეტა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ყველა დარტყმის შეწყვეტა შეიძლება იყოს მდგრადი მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. ჩვენ ვთავაზობთ რუსულ მხარეს, რომ ლიდერების ასეთი შეხვედრა აგვისტოს ბოლომდე ჩატარდეს. ამ წინადადებაზე დათანხმებით რუსეთი ნათლად აჩვენებს თავის კონსტრუქციულ მიდგომას. უკრაინა კვლავ დაჟინებით მოითხოვს სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, როგორც ეფექტური დიპლომატიის აუცილებელ საფუძველს. ჩვენ მზად ვართ ახლავე ცეცხლის შეწყვეტისთვის და არსებითი სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად. მეორე მხარეზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა მშვიდობისკენ მიმავალ ამ ნაბიჯს. ამ შეხვედრის ჩასატარებლად ჯერ შეთანხმების პირობები უნდა შევიმუშაოთ და გავიგოთ რეალურად რა იქნება განხილული ამ შეხვედრაზე. სინამდვილეში ეს შეხვედრა არ არის შეთანხმების განსახილველად, არამედ მის დასასრულებლად, ხელმოწერისთვის. აზრი არ აქვს შეხვედრას ამ ყველაფრის ხელახლა განსახილველად. უკრაინის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ახალ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც მათი თქმით ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს. საპროტესტო აქცია უკრაინის 17 ქალაქში გაიმართა. ახალი კანონპროექტის მიხედვით ცვლილებები ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას აუქმებს და მათ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებს უქვემდებარებს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა, რათა გამოეხატა თავისი ძლიერი შეშფოთება და მოეთხოვა განმარტებები უკრაინის ორი ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის შესუსტების თაობაზე. ევროკომისიის პრესპიკერის თქმით, პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოთქვა ძლიერი შეშფოთება ცვლილებების შედეგებთან დაკავშირებით და მოითხოვა უკრაინის მთავრობისგან განმარტებები. როგორც კანდიდატ ქვეყანას, უკრაინას მოეთხოვება ამ სტანდარტების სრულად დაცვა, კომპრომისზე წასვლა შეუძლებელია, განაცხადა ევროკომისიის პრესპიკერი. ევროპის კრიტიკის საპასუხოდ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახალ კანონს წარადგენს, ის ქვეყნის პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფს სამართალდამცავი სისტემის სიმტკიცეს. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ არ იქნება რუსეთის გავლენა ან ჩარევა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმოქმედებს ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ყველა ნორმა. ირანი თანახმა, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოს ტექნიკურ ჯგუფთან შეხვედრა გამართოს. დელეგაცია ირანში ჩამოვა მოდალობის განსახილველად და არა ბირთვული ობიექტების სანახავად, განუცხადა ჟურნალისტებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ირანში გაკეთებულ განცხადებებზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში კონკრეტული კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა განაცხადეს, რომ სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი აქტიურად თანამშრომლობს ირანის ბირთვულ საკითხში ჩართულ ყველა მხარესთან.
კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში გაფართოებული ურთიერთჩართვის IP პირინგის მომსახურების და ინტერნეტის გაცვლის წერტილების განვითარების ბარიერების შესასწავლად კვლევა დაიწყო. კომისია კვლევაში ჩართულ ექსპერტებთან ერთად მაგთიკომის, სილქნეტის, ახალი ქსელების, კავკასიის ონლაინის და მცირე და საშუალო ოპერატორების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის ფარგლებშიც ბაზრის სპეციფიკის გაანალიზების მიზნით ინტერვიუები ჩატარდა. პროექტის მიზანია გაძლიერდეს კონკრეტული გარემო და მომხმარებლებმა გაუმჯობესებული ინტერნეტ სერვისი მიიღონ, რაც თავის მხრივ ხელშეუწყობს ადგილობრივი ციფრული ეკოსისტემის გაძლიერებას. გაფართოებული ურთიერთჩართვის და ინტერნეტის გაცვლის ნეიტრალური წერტილების ჩამოყალიბება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო ინტერნეტ შეერთებების მიერ შექმნილი კონტენტი ჩვენ ახლოს უნდა მოვიტანოთ ჩვენს მომხმარებელთან. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ციფრულ განვითარებაზე, ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბებაზე, მათ შორის ინტერნეტის გაცვლა და ურთიერთჩართვა ინტერნეტ წერტილების უმნიშვნელოვანესი ნაწილია ამ მთლიანი ციფრული ინფრასტრუქტურის. მოხარული ვარ, რომ კომუნიკაციების კომისიასთან ერთად ვმუშაობთ საქართველოში ინტერნეტის ეკოსისტემის განვითარების პროექტზე. ჩვენ გავაანალიზებთ ქართულ ბაზარს, შევადარებთ ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას და კომკომს გავუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს, რომლითაც ისარგებლებს ქართველი მომხმარებელი. ჩვენი მიზანია ხელი შეუწყოთ ქვეყნის მასშტაბით უფრო სწრაფი, სტაბილური და ხელმისაწვდომი ინტერნეტის განვითარებას. მსოფლიო ვარსკვლავმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა დინამო არენაზე კონცერტი გამართა. მომღერალმა ცნობილი ჰიტები შეასრულა. კონცერტს 55,000 ადამიანი დაესწრო, მათგან 20,000-ზე მეტი ტურისტი იყო. ჯასტინ ტიმბერლეიკი ამერიკელი პოპ და რიტმ ენ ბლუზ მომღერალი, სიმღერის ტექსტების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, მოცეკვავე და მსახიობია. ის 10 გრემის მფლობელი და ოსკარის ნომინანტია. ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი ბლექსი არენას ორგანიზებით პროგრამა Starring Georgia's ფარგლებში გაიმართა. რა თქმა უნდა მომეწონა, იმიტომ რომ ჩემი ბავშვობის სიყვარული ამ მუსიკებზე გავიზარდე და ძალიან სასიამოვნო იყო მისი ნახვა ცოცხლა და მოსმენა ცოცხლა და იმაზე კარგად მღერის თურმე ვიდრე ჩანაწერში. ჩემი ოცნება იყო ყოველთვის რომ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე მოსულიყავი და მე პირადად ძალიან კვაყოფილი ვარ, ძალიან კაი იყო. ცენტრი გავხდით პრინციპში ჩვენი რეგიონის დღეს, იმიტომ რომ ეს კონცერტი ტარდებოდა აქ. ძალიან კარგი კონცერტი იყო, იმაზე მეტი იყო ვიდრე ველოდი. მოამბე ახალი ამბები 12 საათზე დაბრუნდება. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.